თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. აღმოაჩინე საინტერესო ფაქტები მესხეთის შესახებ, გაიგე მეტი მის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, მითებსა და რეალობაზე რუბრიკაში გაიცანი მესხეთი. მოგესალმებით, ეს გადაცემა გაიცანი მესხეთია, მე კი მისი წამყვანი ნინი გიქოშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ გიორგი ბერიძე-ბერჯავახი, გიდი, ისტორიკოსი და სამხედრო ექსპერტი. დღეს კი ვისაუბრებთ ახალციხის ციხეზე, როდის აშენდა, მის ისტორიულ ფაქტებსა და მნიშვნელობაზე. მოგესალმებით გიორგი და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. გამარჯობა ნინო, მადლობა მოწვევისთვის, პატევია თქვენთან თანამშრომლობა. ჯერ იმით დავიწყოთ თუ ვის მიერ აშენდა ახალციხის ციხე. ზოგადად ისტორიული ცნობები ცოტა გვიანა ყოფილი ციხე შეიძლება 10 წელსაც მოიცავს, მაგრამ პირველი ოფიციალური ისტორიული წყარო ციხეზე ჩდება მე-9 საუკუნის ბოლოს, როცა ისტორიული ცნობების მიხედვით, ქართლის ცხოვრების მიხედვით აშოთ პირველი კურაპალატის ძე გუარა მამფალი აღაშენებს ციხესიმაგრე ლომსიას. მაგრამ გითხარით რომ ალბათ უფრო ციხე ძველია ვიდრე ისტორიული დოკუმენტები, თავიდან ის იყო ჩვეულებრივი სტრატეგიული დანიშნულების ციხესიმაგრე, სამწუხაროდ საქართველოს ციხესიმაგრების ისტორია საკმაოდ ცუდად აქვს შესწავლილი. რადგან რეალობაში საქართველოს ისტორია, სამხედრო ისტორია და ციხესიმაგრების ისტორია უფროა. და თავიდან ეს იყო სტრატეგიული დანიშნულების ციხესიმაგრე, რომელიც კეტავდა ფოცხოვის და მკრის ხეობების მიმდებარე ტერიტორიებს. და შემდეგში მისი ფუნქცია გაიგდა და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. გაიზრდა და ის უკვე ჩამოყალიბდა ციხე-ქალაქ ახალციხით. დიდი ალბათობით ჩვენი ქალაქში აუცილებლად უნდა გვედგეს გუარა მამფალის ძეგლი. აშოთ კურაპალატის შვილს, რა თქმა უნდა, მისი სახე არ ვიცით, მაგრამ კარგი იქნებოდა ეს ლეგენდათ უფრო გავწოდებოდა. და რა ისტორიული მოვლენები უკავშირდება რაბათის ციხეს და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია? სამწუხაროდ ეს სახელი მოდი აქედან დავიწყებ, ძალიან ცუდად დამკვიდრდა. არასდროს არ ყოფილა ჩვენი ციხე რაბათის ციხე. რაბათი არასდროს არ ქმევია და რა თქმა უნდა არასდროს არ ერქმევა. რაბათ უბრალოდ ნიშნავს ძველ სემიტურ ენაზე ეს რებეთ ციხის უბანს, ვაჭარ-ხელოსან და სავაჭრო უზნეებს უძახდნენ რაბათებს და ყველა ქალაქს მაშინ პრაქტიკულად რაბათის უბანი ჰქონდა. ეს იყო სავაჭრო ცენტრი მაშინ. ანუ თავიდან ის გითხარით იყო ციხესიმაგრე ლომსია და ისტორიულ მოვლენებს რაც შეეხება თითქოს ახალციხის ციხე არის პირდაპირ კავშირში საქართველოს ისტორიასთან, იმიტომ რომ მესხეთიდან იწყებოდა საქართველოს გაერთიანება და საქართველოს დაშლაც. მე-11 საუკუნიდან დაიწყო საქართველოს თავისი ფუნქციის, ძირითადი ფუნქციის მოვალეობის თავზე აღება, ეს არის საქართველოს ზოგადად კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ არ არის არც ევროპა და არც აზია. საქართველოს არის კავკასია და ჩვენი მთავარი ფუნქცია იყო ცივილიზაცია და გზაჯვარედინზე მდგარიყავით და დიდი აბრეშუმის გზის მთავარი კვანძი ყოფილიყავით. ჩვენ ვიყავით კაცობრიობის დერეფანი და ახალციხის ფუნქცია აქედან იწყებს თავის ახალ ეტაპს. მე-12 საუკუნიდან უკვე ახალციხე როგორც ციხე ქალაქად ასე მოიხსენიება. ნახე სახელი თვითონ ყველაფერს გვეუბნება, ახალი ციხე. დიდი ალბათობით ლომსის ციხე ან გაადიდეს ამ ფუნქცია გაეზარდა და ასე იქცა ციხესიმაგრე ციხე ქალაქად. რატო? ვაჭრობამ, ხელოსნობამ, სტრატეგიულ მდებარეობამ მოიტანა დიდი ფინანსური შემოსავალი, ამ ფინანსურ შემოსავალმა უკვე ქალაქად გარდაქმნა ციხე და ევრაზიის გზაჯვარედინზე არსებობდა ჩვენი ციხე ქალაქი. მასზე ძალიან ბევრი მოგზაური წერენ. მაგალითად ჩვენ ყავს პარსი მემატიანები, უძველესი არაბი მემატიანები. ერთ-ერთი კოლორიტი მარკო პოლოც კი წერს ახალციხის ციხეზე, რომ ის არის თვითონ პირდაპირ არის ერთგვარი ბურჯი აზიას და ევროპას შორის და ის გეორგიანებად მოგიხსენიებს მაშინ მესხეთა ის ქვეყანას ასე აღწერს, იმიტომ რომ მაშინ პრაქტიკულად დამოუკიდებელია. უფრო მეცაც გეტყვით, რომ საქართველოს გაერთიანება და საქართველოს დაშლაც ახალციხიდან დაიწყო. და ყოველთვის მესხეთზე იდგა საქართველოს პროფესია იყო ქართველი, მაგრამ მესხობა მეცნიერება და მესხეთის დედაქალაქად ჩამოყალიბდა ახალციხე და საერთოდ მე-19 საუკუნემდე შენობაში ჩვენი ქალაქი იქ იყო დღევანდელ ციხის და მდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ახლა თანამედროვე ახალციხეში ანუ ძირითად ნაწილში მე-19 საუკუნეში იწყებს გაშენებას ეს ნაწილი. ახალციხე იყო, ასე ვთქვათ, დიდი აბრეშუმის გზის მთავარი კვანძი. ერთხელ მაინც ვინცაა ჩვენ მუზეუმში ნამყოფი კიდევ ერთხელ მიაქციოს ნუმიზმატიკურ მასალას, ანუ მონეტების კოლექციას, რამდენნაირი ფული ტრიალებს ამ პატარა ქალაქში. 50-მდე სხვადასხვა ქვეყნის ფული ახალციხეში. ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი მოხვედრა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ევრაზიის კარიბჭე.
და როგორც ვიცით, 2011-2012 წლებში განახლდა ციხე. რამდენად შეინარჩუნა თავდაპირველი იერი მან? ნუ რა არის იცით? შეიძლებოდა ციხე უკეთესად დაშენებული იყო, ანუ უარესეთაც, მაგრამ თავარი რა არის? ეს ციხე აღდგარა როგორც ციხე ისტორიული ნაგებობა, აღდგარა როგორც დიდი ტურისტული ცენტრი. შეიძლება თქვათ, რომ იქ რა თქმა უნდა არის რაღაცა მცირე ხარვეზები, რომელიც გამოსწორებადია, მაგრამ საერთოდ ჯამში მოდი ასე გულახდილად შევხედოთ საკითხს. ციხის რესტავრაციამ დადებითი მოვლენა უფრო იყო ქალაქისთვის თუ უარყოფითი. რა თქმა უნდა, ცალსახად დადებითი. იმიტომ რომ ახალციხე რაბათის ანუ ახალციხის ციხემ გადააქცია ერთგვარ ტურისტულ ცენტრად, იმიტომ რომ აქ ჩამოსული ადამიანი ვეღარაც ცდები, ხო, აი იშვიათად მეგულება ადამიანი აქ ჩამოვიდა და ჩვენ ციხეზე არ ავიდეს. ამ ციხემ ბევრი პლუსი მიუტანა ჩვენ ქალაქს. შეიძლება ვთქვათ, რომ ავთენტურობა რაღაც დაირღვა, ეს ასეცაა, მაგრამ საერთოდ ჯამში ეს თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ყველა ვერ იქნება ისტორიკოსი, არქიტექტორი, ხელოვნებაცოდნე და ყველასია ჩვენი ციხე. თუ კონკრეტულად სიღრმისეული ისტორია აინტერესებთ და მხოლოდ ისტორია, შეუძლიათ მუზეუმში შევძანდნენ და კონკრეტულად იქ არსებობს ექსპონატები და იქ არსებობს ასე ვთქვათ არტეფაქტები. და მულტიკულტურული კუთხით ერთ სივრცეში, ახალციხის ციხეში გვხვდება სხვადასხვა სამლოცველოები. და რას გვეტყვით აი ამ ფაქტზე? მოდი ასეთი რაღაც დავიწყოთ, რომ ურაპატრიოტებს ნუვენდობით, რომელიც რაღაცა უბედურებას ხედავენ საქართველოში სხვა ეთნოსების და რელიგიების არსებობით, მე პირიქით ვიტყვი, რომ ჩვენი სიმდიდრეა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქართული ეთნოსი, ქართული მოდგმა, ჩვენი უპირველესად მართლმადიდებლობა, მაგრამ ჩვენ ქვეყანას გვერდიგვერდ დაშენებდნენ საქართველოს შეძენილი შვილების და ისინი საქართველოს ისეთივე მოქალაქეები იყვნენ, ქართული სამეფოსთვის და საქართველოს რესპუბლიკისთვის ისევე იხვწოდნენ როგორც ჩვენ ყველანი. ეს დიდი სიმდიდრეა. ელემენტარად ვიტყვი, რომ ქრისტიანობის წმინდანმაც დავით აღმაშენებელმაც, როცა თბილისი აიღო, პირველი მისი ბრძანება ის იყო, რომ არ წაებილწათ მუსლიმური სამლოცველოები. ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ აღმაშენებელი არ იყო კარგი ქრისტიანი. ის ხედავს, რომ საქართველოს ყველა ერთად უნდა ვაშენოთ. აი ერთ ფაქტს მოგიყვანთ, რომ პირველი ორი წმინდანი საქართველოს საერთოდ არ აქვს ქართველი. არაბი აბო და სომეხი შუშანიკი არიან საქართველოს ისტორიის პირველი წმინდანები, ხო? მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის პირველი წმინდანები. მართლმადიდებლობა მაშინ ჯერ ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული, ქრისტიანობის პირველი წმინდანები. და ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენ პატარა ქალაქში ამდენი ეთნოსი ცხოვრობდა და გვერდიგვერდ დგას სომხური სამოციქულო ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი და მართლმადიდებლური ტაძარი. ეს ჩვენი სიმდიდრეა და მსოფლიომ შეუძლია ამ პატარა ქალაქიდან მაგალითი აიღოს. არსებობს თუ არა რაიმე ხალხური ლეგენდა, რომელიც ახალციხის ციხეს უკავშირდება კონკრეტულად? ლეგენდები ბევრია, სამწუხაროდ ფოლკლორი და მითოსი ერთმანეთშია არეული. ყველაზე გავრცელებული ლეგენდა არის ის, რომ ახალციხე თამარ-მეფის ხანაში დაარსებული, არ რეალურად უფრო ძველია. უფრო შორს მიდის ფანტაზია, თამარ-მეფის საფლავსაც ახალციხეში ძიებენ და თამარ-მეფე დაკრძალულია ოფიციალურად გელათში და რატო ეძებენ მის საფლავს, ესეთი უცნაურობაა. ნუ მთავარი ის არის, რომ ახალციხე შეგვიძლია ჩვენ ეს ლეგენდად ვაქციოთ, როგორც კავკასიის ბურჯი ქალაქი, სადაც გვერდიგვერდ არის და ერთმანეთს ერწყმის მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი კვალი და მე არ მეგულება ქალაქი დედამიწის ზურგზე, ეს თვითონ უკვე ლეგენდაა, სადაც ერთ სივრცეში ამდენი მულტიკულტურა იყოს მოქცეული და თან ეს იყოს წმინდა ქართული ქალაქი. ანუ გვერდიგვერდ ცხოვრობდეს სომეხი, ებრაელი, მუსლიმი, კათოლიკი, სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, მაგრამ ის მაინც სიამაყით თქვა, რომ მესხეთის გულია. ეს არის ჩემთვის ყველა დიდი ლეგენდა და არა შექმნილი ლეგენდები. რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ახალციხის ციხის მონახულება და რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ? ზოგადად შემოკარგებო, ახალციხის ციხე გითხარით, თავარი ყველა დიდ პლუსად მე იმას ვთვლი, რომ აქ შეიძლება მრავალფეროვნება ნახო. გინდა ისტორია, გვაქვს საოცარი მუზეუმი, ქვის ხანიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე. გინდა არქიტექტურა, ხო? გვაქვს აბსოლუტურად ყველა რელიგიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა. გინდა უბრალოდ გასეირნება, საოცარი ტურისტული ცენტრია, განსაკუთრებით ქვედა ნაწილი, რომელიც დასასვენებელი ასე რეკრეაციული ზონაა. ხო? გინდა სამხედრო ისტორია, მძლავრი ფორტიფიკაცია გვხვდება. ეკონომიკის ისტორია თუ გინდა ესეც იქაა. ანუ მე არ მეგულება პროფესიის შეხედულების ადამიანი მესხეთმა და ჩვენ ციხემ რო არ დააინტერესოს. მთელი სეზონი ახალციხის ციხე პოპულარულია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს ტურისტი ზოგჯერ იკლებს, ზოგჯერ იმატებს, მაგრამ თავარი ფუნქცია ჩვენ ციხემში ასრულა, რომ ის გახდა, ასე ვთქვათ, ბურჯი ქართული ტურიზმის და ტურიზმი არ არის ჩემო კარგებო მარტო ის, რომ ჩახვიდე სადღაც სურათები გადაიღო და წამოხვიდე, არა.
ტურიზმი დღეს არის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მიმართულება, რომელიც ბიზნესიც არის, რატომაც არა, არის ბიზნესიც, არის ასე ვთქვათ, აქტიური დასვენებაც და არის შემეცნებაც. მაგრამ ტურიზმის კავშირი აქვს სამივე ეპოქასთან, წარსულთანაც, საწყისთანაც და მომავალთანაც, მაგრამ თავარი რა არის, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანს დავაინტერესოთ, იმიტომ რომ ვანახოთ რა საოცარი ქალაქი გვაქვს ევრაზიის გზაჯვარედინზე. ასე რომ იმოგზაურეთ ბევრი, მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი უკვე, რომელსაც აგერ უკვე 13 წელია ხო, რაც ახალ ციხე აშენდა, უბრალოდ რო თქვა აღდგა, თუ აღსდგა თუ რესტავრაცია მოხდა, როგორც გინდა ასე დავინახოთ. და იშვიათია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ერთხელ მაინც ნანახი არ ქონდეს ზოგს რამდენჯერმე. ჩვენი ისტორიები არ უნდა იყოს ბანალური, რომელიც ეს რა მოხდა ეს არა. ჩვენ უნდა ვანახოთ ჩვენი ტოლერანტობა, ჩვენი კოლორიტი, ჩვენი საოცარი ემოციური და ხალისიანი ისტორიებიც და რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან საინტერესო ქვეყანაა, განსაკუთრებით მესხეთი, რომლის დედაქალაქია ახალციხეც. ასე რომ დავაპატიჟოთ ტურისტები, ვიზიტორები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, არქტიკიდან ანტარქტიდამდე, ყველასთვის საინტერესოა ჩვენი ციხე. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მადლობა თქვენს მიწვევისთვის, წარმატებებს გისურვებთ, წარმატება თქვენს პროექტს. მიხარია რომ ახალგაზრდები ჩართული ხართ ამ სფეროში და ოდესმე სოხუმზეც გვესაუბროს, რა თქმა უნდა, ახალციხიდან როცა ჩავალთ იქ. მადლობა რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.